დღევანდელ ვიდეო გაკვეთილში ვიმუშავებთ აკვარელით, ამიტომ დაგვჭირდება აკვარელის ფურცელი და სინთეთიკური აკვარელის ფუნჯები, ასევე წყალი და რა თქმა უნდა თვითონ აკვარელი. აკვარელის ფურცელი სასურველია, რომ დაფიქსირებული ქონდეთ ან დაფაზე, ან მაგიდაზე და შეგიძლიათ გამოიყენოთ საკანცელერიო სკოტჩი. დღეს დავხატავ ამ ბოთლებს და ჯერ დაახლოებით ძალიან მსუბუქად შემოვხაზავ ფანქრით ჩვენს კომპოზიციას. ბოთლის ხატვის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავხატოთ სიმეტრიულად, ცოტა რთული ასაგები არის ზოგადად ბოთლი, ამიტომ აუცილებლად იქონიეთ ქაღალდის სარტყელი, რომლითაც ჩამოვავლებთ ცენტრის ხაზს და გადავზომავთ ყველაფერს, რომ მივიღოთ მაქსიმალურად სიმეტრიული ბოთლი. ზოგჯერ გვეჩვენება ხოლმე, რომ სიმეტრიულია ყველაფერი, მაგრამ როცა დავფერავთ, შემდეგ უკვე უფრო მძაფრად ჩანს ხოლმე, თუ რამე არის, ასე ვთქვათ, დანგრეული და ასიმეტრიული. ასევე ძალიან კარგი მეთოდია, თუ პერიოდულად ამოატრიალებთ თქვენ ნახატს და უკუღმა შეხედავთ, ასე უფრო კარგად გამოიკვეთება, სად არის თქვენი ნახატი ასიმეტრიული. ეხლა უბრალოდ ჩემი ნახატი დაფიქსირებული მაქვს სკოტჩით, მაგიდაზე, ამიტომ მე ვერ ამოატრიალებ. ეს გაზომა, რა თქმა უნდა, უკვე ალბათ ყველა მიცით. აქეთ და იქით, მარჯვენა და მარცხენა მხარეს ვზომავ და ერთმანეთს ვადარებ, რომ იყოს ყველაფერი სიმეტრიული. თუ სიმეტრიული ობიექტის აგება ჯერ არ იცით, აუცილებლად ნახეთ ჩემი სხვა ვიდეოები, სადაც დეტალურად ვხსნი ამ ტექნიკას, როგორ უნდა გაზომოთ ეს ყველაფერი. ჯერ ვხატავ შედარებით კვადრატულ ფორმებს და შემდეგ უკვე მოვარბილებ და მივცემ უფრო იმ ბოთლის ფორმას, რომელსაც ვხატავ. ასე უფრო დიდი ალბათობაა, რომ მივიღო სიმეტრია. ეს სარტყელი ვინც არიცით რა არის, ჩვეულებრივი ქსეროქსის ფურცლისგან მაქვს ჩამოჭრილი ეს ნაჭერი და ამითი ვზომა უკვე ყველაფერს. ზოგადად თუ გინდათ რომ ისწავლოთ აკადემიური ხატვა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს სარტყელი, რომ შეეჩვიოთ ამით მუშაობას, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით როცა მუშაობთ თაბაშირის ფიგურებზე ან ნებისმიერ სიმეტრიულ ობიექტებს როცა ხატავთ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ შეეჩვიოთ ამით ხატვას. რაც შეეხება აკვარელის ტექნიკას, ესე იგი სანამ აკვარელში დავიწყებთ ხოლმე ხატვას, მნიშვნელოვანია რომ ყველაფერი დავხატოთ. არსებობს ისეთი ტექნიკაც აკვარელში, როცა მაგალითად ქაღალდს ვასველებთ და სველ ფაქტურაზე ვმუშაობთ და შეიძლება ყველაფერი ძალიან ასიმეტრიული იყოს და ძალიან ქაოტური, ძალიან ლამაზი ეფექტები გამოდის მსგავსი ტექნიკებით, თუმცა ეხლა გაჩვენებთ კლასიკურ აკვარელს, სადაც ყველაფერი იხატება ფანქრით თავდაპირველად და შემდეგ უკვე იფერება აკვარელით. აკვარელით ხატვის დროს მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი გქონდეთ კარგად დახატული. ასევე უნდა გქონდეთ დახატული ბლიკები, რომელიც თეთრად დარჩება, რადგან აკვარელის საღებავში ზოგადად არ გვაქვს თეთრი. შეიძლება შეგხვდეთ თეთრი საღებავი, თუმცა კლასიკურ პროფესიონალურ აკვარელში თეთრი საღებავი არ გამოიყენება. ამიტომ თეთრი ადგილები რჩება უბრალოდ თეთრად. ვიდეო სპეციალურად არ ვახო, რომ დააკვირდეთ, რამდენად ნელა ვმუშაობ და რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული დეტალის გადაზომვა, რომ ყველაფერი გამოვიდეს სიმეტრიული, რადგან თავიდან თუ პირდაპირ ხელით მოხაზავთ ყველაფერს, შეიძლება ერთი შეხედვით გამოჩნდეს სიმეტრიული, მაგრამ როგორც კი დაფერავთ და დაიწყებთ დამუშავებას, მიიღებთ ძალიან ცუდ ასიმეტრიას და შემდეგ მოკლედ ძალიან არაპროფესიონალურად გამოიყურება ხოლმე მსგავსი ნახატები, ამიტომ გირჩევთ, რომ არ დაგინანოთ დრო, რომ ამაში დახარჯოთ, რომ ყველაფერი კარგად დააზუსტოთ, გადაზომოთ და შემდეგ დაიწყოთ უკვე ფერში ხატვა. გუაშშიც რომ მუშაობდეთ, გირჩევთ, რომ ააგოთ და ისე დაიწყოთ გუაშში ხატვა. ერთადერთი სადაც შეგიძლიათ ესეთი ფანქრის
აგება არ გამოიყენოთ, ასე ვთქვათ, არის ზეთის საღებავი. თუ უკვე კარგად მუშაობთ და იცით ეს აგების ტექნიკა და ყველაფერი, შეგიძლიათ ზეთში პირდაპირ ფუნჯით დაიწყოთ ხატვა. რადგან ზეთის საღებავი გაძლევთ იმის საშუალებას, რომ თუ რამე ასიმეტრია გექნებათ, შემდეგ შეასწოროთ და ვთქვათ 10 ჯერაც რო გადაატაროთ ზემოდან საღებავი, არ იქნება პრობლემა. მაგრამ აკვარელი სულ სხვანაირი საღებავია, აკვარელი არის ძალიან გამჭვირვალე. ზოგადად აკვარელი ითვლება ძალიან რთულ ტექნიკად, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი წინასწარ იყოს გათვლილი, ყველაფერი წინასწარ იყოს მოხაზული, რადგან აკვარელი არ გვაძლევს შეცდომის უფლებას, რადგან შემდეგ ეს ყველაფერი ძალიან ჩანს და შემდეგ ძალიან მძიმე არის ხოლმე ეს ნახატი და აკვარელი უნდა იყოს რაღაცა ერთი ამოსუნთქვით და ძალიან მსუბუქად დახატული. თუმცა აკვარელშიც არის გამონაკლისი, ვთქვათ, თუ რამე გაგვიფუჭდა და თუ მუშაობთ კარგ ფურცელზე, რომლის ამორეცხვაც შეგვიძლია ხოლმე, ვიყენებთ ჩვეულებრივ ჭურჭლისთვის განკუთვნილ ღრუბელს, რომელსაც დავასვლებთ და რამე რაც არის ზედმეტი საღებავი, შეგვიძლია იმითი ამოვრეცხოთ. მაგრამ მთლიანობაში სასურველია, რომ აკვარელში ესეთი ძალიან რთული შეცდომები არ დაუშვათ, რადგან ეს ყველაფერი ძალიან ჩანს და ძალიან ამძიმებს ხოლმე შემდეგ ნახატს. როგორც ხედავთ, გადავედი ახლა მეორე ბოთლზე, ვაზუსტებ მეორე ბოთლის სიმეტრიას. აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მარჯვენა და მარცხენა გვერდები ერთმანეთს ემთხვეოდეს, რომ გადავიდეთ უკვე შემდეგ ფერში ხატვაზე. შეგახსენებთ, ვისაც გინდათ ხატვა შეისწავლოთ სიღრმისეულად, გელოდებით ჩემს ხატვის სტუდია გამოხატეში, რომელიც მდებარეობს ვერაზე ჯანაშიას 4 ნომერში. გამოხატეში გვაქვს როგორც დიდების ჯგუფები, ასევე ბავშვების ჯგუფები. არანაირი ასაკობრივი შეზღუდვა არ გვაქვს, ასე რომ გელოდებით ყველას. ჩვენთან ხატვა შეგიძლიათ შეისწავლოთ ნულიდან ძალიან გამარტივებული მეთოდით. ვინც ვერ ახერხებთ გამოხატეში სიარულს, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მიყუროთ YouTube-ზე, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი YouTube-ის არხი. ხშირად ვდებ ამ არხზე სხვადასხვა ხატვის ვიდეო გაკვეთილებს, ძირითადად არის აკადემიური ხატვის მიმართულება. მაქვს სხვადასხვა მასალაში ვიდეოები, როგორც აკვარელში, ასევე გუაშში, გრაფიკაში და მოკლედ თითქმის ყველანაირ მასალაში უმუშაობ აქ და გასწავლით ყველაფერს. და ასევე, რა თქმა უნდა, კომენტარებში შეგიძლიათ მომწეროთ, რა თემები გაინტერესებთ, რისი ხატვა გინდათ რომ ისწავლოთ და აუცილებლად ყველაფერს გავითვალისწინებ. ასევე ზოგადად ხატვასთან დაკავშირებით რა კითხვებიც გაქვთ და რაც გაინტერესებთ, ყველაფერი შეგიძლიათ მომწეროთ კომენტარებში. როგორც ხედავთ, ჩვენი ორივე ბოთლი თითქმის დახატულია. ეხლა უკვე დავაზუსტებ დეტალებს და აუცილებლად უნდა მოვხაზოთ ბლიკები, როგორც გითხარით, იმიტომ რომ არ გვაქვს აკვარელში თეთრი საღებავი და ეს ბლიკები მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დავტოვოთ თეთრად და ბლიკების გარდა ისედაც აი პატარ-პატარა დეტალებს ყველაფერს მოვხაზავ, რაც უფრო გამიმარტივებს შემდეგ უკვე დაფერვას.
მოვხაზოთ ასევე დაცემული ჩრდილი და გადავიდეთ უკვე ფერში ხატვაზე. ესე იგი, ფერში ხატვა ყოველთვის უნდა დავიწყოთ შედარებით დიდი ფუნჯით. როგორც გითხარით, აკვარელისთვის დღეს ვიყენებ სინთეთიკურ აკვარელის რბილ ფუნჯს. აუცილებლად თან გქონდეთ ხელსახოცი, რომ პერიოდულად ფუნჯი შევამშრალოთ. და რა თქმა უნდა პალიტრა, რაზეც შევადგენთ პერიოდულად ფერს. თუ პალიტრა არ გაქვთ თან, შეგიძლიათ გამოიყენოთ უბრალოდ თეთრი თეფში. გადავიდეთ ახლა აკვარელის ტექნიკაზე. მნიშვნელოვანია, რომ თავიდან დავიწყოთ ძალიან გამჭვირვალედ, ძალიან მსუბუქად და ასევე დააკვირდით, რომ ზუსტად იმ ფერებში არ ვღებავ, ასე ვთქვათ, რა ფერსაც ვხედავ და სხვადასხვა ფერებსაც ვურევ, რომ გამოვიდეს ფერწერული. განსაკუთრებით პირველ ფენაზე მნიშვნელოვანია, რომ აი ბლიკის ადგილებში, რეფლექსის ადგილებში სხვადასხვა ტონები შევიტანოთ. აი მაგალითად დავიწყოთ ახლა ცისფერი ბოთლით, ხო? დავდე ჯერ ცისფერი ტონები, მაგრამ აი ვთქვათ აი ამ ადგილებში ოდნავ ყვითლებსაც შევიტან. ეს დამეხმარება, რომ ჩემი აკვარელი იყოს უფრო მსუბუქი, გამჭვირვალე და ფერწერული, რომ არ იყოს ძალიან მოსაწყენი ერთ ფერში გადაღებილი. თუ ფერს გამოიყენებთ გამჭვირვალედ, არაფერი არ გაგიფუჭდებათ, ცოტა ზედმეტი ფერებიც რა შეურიოთ. პირიქით, აი თითქოს აკვარელით უნდა ითამაშოთ. რაღაცნაირად თუ გინდათ რომ ისწავლოთ კარგად აკვარელით ხატვა, მნიშვნელოვანია რომ არ შეგეშინდეთ ფერების შერევის. თავისუფლად დადეთ ფერები, საერთოდ თუ გინდათ რომ აკვარელი ისწავლოთ, აი სკეჩები უნდა აკეთოთ აკვარელით, რომ აი თუ გაგიფუჭდებათ, რაღაცნაირად არ მიიღოთ ეს ძალიან ტრაგიკულად. გადადეთ და ახლიდან დაიწყოთ, იმიტომ რომ აი სხვანაირად აკვარელს ვერ ისწავლით, აი თუ ძალიან სერიოზულად მოეკიდებით და თუ ეცდებით რომ ზედმეტად უშეცდომოდ ხატოთ, აი ამით აკვარელს ვერ ისწავლით, იმიტომ რომ აკვარელს სჭირდება თავისუფლება. აი ხა მაგალითად მე ვიდეოს ვწერ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ თქვათ არ გამიფუჭდეს ეს ნახატი, მაგრამ თავიდანვე ისეთი განწყობით ვარ, რომ თუ გაფუჭდა არა უშავს, იმიტომ რომ იმდენად თავისუფლად უნდა შეურიოთ ეს ფერები, რომ აი რაღაცნაირად ალბათობა რომ გაფუჭდეს დიდია ხოლმე. ამიტომ მოკლედ ამის გამო რაღაცნაირად ხასიათი არ გაიფუჭოთ, გადადეთ და ახლიდან დაიწყეთ ხოლმე. მთავარია რომ რაღაცა თავისუფალი ნახატი გამოგივიდეთ და ფერწერული და მსუბუქი. როგორც ხედავთ რეფლექსებში, მეორე მწვანე ბოთლზე დავდე ცოტა სტაფილოსფერი ტონები. ამ ცივი და თბილი ტონების თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი ფენა არის ძალიან გამჭვირვალე და ალბათ ვინც ხშირად მიყურებთ, ყველა მიცით, რომ სულ გთხოვთ იმას, რომ იმუშაოთ ერთდროულად და თანაბრად. აი მაგალითად ორი ბოთლი გვაქვს, ხო? ისი არ გააკეთოთ, რომ ჯერ ერთი დავხატე და შემდეგ მეორე დავხატე. არა. აი ცოტა ერთი დავხატე, ვთქვათ, პირველი ფენა, შემდეგ მეორე ბოთლზე გადმოვედი, ვთქვათ, შემდეგ დაცემულ ჩრდილზე გადმოვედი. შემდეგ ისევ მიუბრუნდი იმ პირველ ბოთლს. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანაბრად იმუშაოთ ნახატში, რომ არ იყოს რაღაცა მიწეპებულივით ერთმანეთზე, რომ ჯერ ერთი მიეწეპა და შემდეგ მეორე. ამით ძალიან რაღაც ხელოვნური და მოკლედ რაღაცა ძალიან არასერიოზული ნახატები გამოდის ხოლმე. ამიტომ თუ გინდათ რომ ხატვა ისწავლოთ აკადემიურად, მიყევით ერთდროულად, რამდენი საგანიც არ უნდა გქონდეთ ყველას. ძალიან ხშირად კომენტარებში მოხდება ხოლმე მსგავსი მოწერილები, რომ მე ესე ვაკეთებ, როგორც მინდა ისე ვიზავ და ნუ ზოგი ცოტა აგრესიულია ხოლმე. ესე იგი, ვისაც როგორ გაგიხარდებათ, ისე შეგიძლიათ ხატოთ, ყველაფერი შეიძლება და ყველაფერი შეგიძლიათ. უბრალოდ ჩემ არხზე ვასწავლი აკადემიური ხატვის საფუძვლებს, შესაბამისად გაჩვენებთ როგორ არის აკადემიურად სწორი, თორე ვისაც როგორ გიხარიათ, ისე ხატეთ, არანაირად არ გიშლით მე. ეხლა გადავედი მეორე ფენაზე და როგორც ხედავთ, ფერი ავიღეთ ცოტა უფრო ინტენსიურად. ესე იგი, აკვარელში ხატვის დროს მნიშვნელოვანია, რომ იმუშაოთ ფუნჯის წვერით. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გქონდეთ ძალიან ესეთი წვეტიანი ფუნჯი.
პერიოდულად შეამშრალეთ და აი ადგილებში აკვარელს სჭირდება ძალიან გამჭვირვალე და ძალიან ასე ვთქვათ ფართო და დიდი მონასმები, მაგრამ რაღაცა დეტალებში გვჭირდება ძალიან მკვეთრი ჩრდილები. განსაკუთრებით როცა ბოთლს ვხატავთ, ბოთლს და შუშას ზოგადად ახასიათებს, რომ ადგილებში აი ძალიან მსუბუქი და ძალიან ჰაეროვანი გადასვლა აქვს, მაგრამ ადგილებში თითქოს კონტურებივითაც იკეთებს. ამიტომ ეს ყველაფერი რო გავაკეთოთ, ამისთვის მნიშვნელოვანია ფუნჯი გქონდეს სწორად შერჩეული. ხელსახვათით აუცილებლად თან გქონდეთ ხოლმე, რომ პერიოდულად კარგად შეაშროთ ფუნჯიდან წყალი, რომ ზედმეტი წყალი და ზედმეტი საღებავები არ დადოთ იქ, სადაც არ გვჭირდება. ესე იგი, დავდე ცოტა მუქად და ცალი მხრიდან გადამყავს წყლით. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ როცა დადებთ საღებავს, მერე წყალი მთლიანად არ გადაუსვათ, აი ცალი მხრიდან გაიყვანეთ ფერი. ეხლა არ ვიცი რამდენად გასაგებ რაღაცას გიხსნით, მაგრამ ასევე დააკვირდით, რას ვაკეთებ და უფრო ზუსტად მიხვდებით, რას გულისხმობ ამაში. ასევე დააკვირდით, როგორ შედის სხვადასხვა ტონალობები ერთმანეთში. არ არის საჭირო, რომ სულ ერთ ფერში იყოს ეს ბოთლი. ადგილებში ცოტა ცივი ფერები მაქვს, ადგილებში ცოტა მოზილონკისფრო მომწვანო ტონებს ვურევ, რომ იყოს ძალიან ფერწერული და გამჭვირვალე. ასევე დააკვირდით, რომ ადგილებში ძალიან მუქად ვდებ საღებავს და შემდეგ უკვე ძალიან ბევრი წყლით გადამყავს უკვე სხვადასხვა ნაწილებში და გადავანაწილებ ამ ყველაფერს და ხდება უფრო ერთგვაროვანი და გამჭვირვალე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, ჩემოსწავლეებს რო ვაკვირდები, შემდეგ ვხვდები ხოლმე, რომ ძალიან ხშირად ფუნჯი უჭირავთ არასწორად. ხატვის დროს მნიშვნელოვანია, რომ რაღაც მომენტში აი ფუნჯი დავიჭიროთ როგორც პასტა. აი ხა მე თუ დამაკვირდებით, დაინახავთ, რომ განსაკუთრებით როცა წვრილ დეტალებზე მუშაობ, ფუნჯი მიჭირავს ისე თითქოს პასტა მიჭირავს, რაც მეხმარება, რომ ძალიან ზუსტად ვიმუშაო და აი ზუსტად დაუმიზნო იმ ადგილებში და იმ წერტილებში, სადაც მინდა, იმიტომ რომ რაც უფრო შორს კიდებთ ფუნჯს ხელს, შემდეგ ძალიან რთულია წვრილი დეტალების კონტროლი. ეხლა ნელ-ნელა გადავიდეთ უკვე ჩვენს მწვანე ბოთლზე, რომელიც წინ დგას და ვხედავთ, რომ ეს ჩვენი ცისფერი ბოთლი ჩანს ამ მწვანე ბოთლში. ამიტომ ვაკეთებთ ამ ყველაფერს გამჭვირვალედ და ლურჯ და მწვანე ტონებს ვურევ ერთმანეთში, რომ გადმოვიტანო იმ ჩვენი ცისფერი ბოთლის ფერი ჩვენს მწვანე ბოთლში. ესე იგი, მეორე ფენა თითქმის დავამთავრე ცისფერ ბოთლში, ამიტომ გადმოვედი ახლა მწვანეზე, ანუ როგორც გითხარით, არ ვამთავრებ ბოლომდე არც ერთს, აი ცოტას
ერთ ბოთლზე წავიმუშავებ, ცოტას მეორე ბოთლზე. შემდეგ ისევ დავბრუნდები ჩვენს პირველ ბოთლზე. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეცადეთ, რომ ეს უნარი გამოიმუშაოთ და ჩვევა უფრო სწორედ, რომ ჩვევაში გქონდეთ, რომ ყოველთვის სხვადასხვა ობიექტებზე იმუშავეთ თანმიმდევრულად და თანაბრად, ანუ ისე არ გააკეთოთ, რომ ჯერ ერთი დაამთავროთ და შემდეგ გადახვიდეთ მეორეზე. ესე იგი, როგორც ხედავთ, ბლიკებს არ ვეხები და ვტოვებ თეთრად, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, შემთხვევით თუ გადავედი, საბოლოოდ შემიძლია რომ ვთქვათ, გამოვიყენოთ თეთრი გუაში და თეთრი გუაშით დავსვა ის წერტილები, თუმცა სასურველია რომ დავტოვო ყველაფერი თეთრად. როგორც გითხარით, მნიშვნელოვანია რომ გამოვიყენოთ სხვადასხვა ტონები, ამიტომ როგორც ხედავთ, ადგილებში ცოტა სტაფილოსფერები და ყვითლებიც დავამატე, ეს მეხმარება რომ ძალიან ფერწერული და ჰაეროვანი გამოვიდეს ჩვენი შუშის ფაქტურა. ზოგადად პირველ მეორე ფენაზე მაქსიმალურად და ესეთი ჭრელი და თავისუფალი იყოს ნახატი და უკვე მესამე ფენაზე შემდეგ დაამატეთ უკვე ის მიახლოებული ფერები, რა ფერსაც ხატავთ. აკვარელი რამდენადაც თითქოს ერთი ამოსუნ თქვით იხატება და თითქოს რაღაცა სწრაფად არის დახატული, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ნელა ხატოთ და დააკვირდეთ ყოველ დეტალს. განსაკუთრებით, როცა შუშაზე ვმუშაობთ, აი შუშას იმდენი პატარა და წვრილმანი ანარეკლი აქვს, რომ აი დაუსრულებლად შეგვიძლია ამაზე ვიმუშაოთ. ეხლა უბრალოდ მე ვწერ ვიდეოს და ვიდეოსთვის აი ფაქტიურად რაღაცა ჩანახატივით ვაკეთებ და არ იქნება ეს ძალიან იდეალურად დახატული, ანუ უკეთესად შეიძლება და მართლა შეიძლება რომ 2-3 დღე ხატო ეს ყველაფერი, მაგრამ ეხა შედარებით სწრაფად ვაკეთებ და სწრაფი ვერსიაა, თორე თქვენთვის ეცადეთ, რომ უფრო ნელა იმუშაოთ და ძალიან დაკვირვებით, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს წვრილმანი დეტალები, რომ რეალისტური და ისეთი ძალიან ფაქტურული, შუშის ფაქტურული ბოთლები მივიღოთ. დაცემული ჭრილი, ესე იგი, ცოტა უნდა გავამუქოთ ცისფერ ტონებშიც, რადგან ჩვენი წინა ცისფერი ბოთლიდანაც გვაქვს დაცემული ჭრილი მარჯვენა მხარეს. ახლა სანამ ჩვენი მწვანე ბოთლი გაშრება, შეგვიძლია ისევ დაუბრუნდეთ ჩვენ ლურჯ ბოთლს და უკვე უფრო გამოვკვეთოთ ყველაფერი და უფრო გავამუქოთ ადგილებში და უფრო კონტრასტული გავხადოთ. ეხლა ავიღე შედარებით პატარა ფუნჯი და ფერს უკვე ინტენსიურად ვიღებ. ეხლა გადავედი მესამე ფენაზე. მესამე ფენა ზოგადად არ არის აუცილებელი, რომ მთლიანად ბოთლზე გადავატაროთ. აი მესამე ფენა თითქოს ადგილებში უნდა გადავატაროთ. აი სადაც ესეთი განსაკუთრებული სიმუქეები გვაქვს და განსაკუთრებული აქცენტები გვინდა რომ გავაკეთოთ.
ისე თუ გინდათ რომ აკვარელის ტექნიკა კარგად ისწავლოთ, ჩემი რჩევა იქნება რომ ხშირად ხატეთ ბოთლები, ჭიქები და ზოგადად გამჭვირვალე ობიექტები, რადგან ეს ძალიან დაგეხმარებათ, იმიტომ რომ ზოგადად ძალიან რთული არის ესეთი გამჭვირვალე ობიექტების დახატვა. ძალიან აკვარელური გამოდის და ზოგადად ტექნიკის დახვეწაში ეს ძალიან დაგეხმარებათ. კიდე შეამჩნევთ ესეთ დეტალს, რომ თავიდან რომ დაიდებთ აი მაგალითად ნატურმორტად დაიდეთ ბოთლი. თავიდან რომ შეხედავთ, შეიძლება რაღაცა ორი ჩრდილი დაინახოთ, ან ერთი. და აი დროთა განმავლობაში, ოღონდ დროთა განმავლობაში არ გულისხმობ რამე დიდ დროს. აი მაგალითად 1 საათის განმავლობაში სანამ ხატავთ ამ ბოთლს, შეამჩნევთ, რომ რაც უფრო აკვირდებით და რაც უფრო ფენებად ხატავთ, უფრო და უფრო მეტ ტონალობებს აღმოაჩენთ, უფრო და უფრო მეტ ჩრდილებს და ბლიკებს დაინახავთ და უფრო მიუახლოვებთ იმ რეალისტურ ნახატს, რაც წინ გიდევთ. აი ეს რაღაცა ძალიან უცნაური განცდა არის ხოლმე, იმიტომ რომ მეც ხშირად მქონია, რომ აი თავიდან რაღაცას ვხატავ, თითქოს არ ჩანს, მაგრამ აი რაც უფრო ვაკვირდები, ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტ რაღაცას ხედავთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი უნარია, ზოგადად ხატვა ძალიან გეხმარებათ, რომ უფრო მეტი დაინახოთ, აი ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები ხედავენ. ამიტომ თავიდანვე არ გაგიკვირდეთ ხოლმე რაღაცა თუნდაც უცნაურ ფერებს რო დაინახავთ ხოლმე რაღაც ნახატებში. თუ დააკვირდებით, ნელ-ნელა თქვენც დაინახავთ ამ უცნაურ ფერებს. იმიტომ რომ რაღაცნაირად თვალს თითქოს ფილტრი აქვს, თავიდან ვერ ხედავს და მე რაც უფრო შედიხარ ამ თემაში და რაც უფრო აკვირდები, უფრო და უფრო მეტ ფერებსაც ხედავ, ფორმებსაც უფრო სხვანაირად აღიქვავ და მოკლედ ძალიან საინტერესო არის ხოლმე ხატვას რო იწყებენ. ძალიან ბევრ ჩემოსწავლეს უთქვამს, რომ აი ისეთი ლომეზი ხეები მქონია ეზოში, აი 10 წელი ავცხოვრობ და აქამდე არ შემიმჩნევია და რაც მსგავსი ისტორიები ხშირად მესმის ხოლმე. ხატვა ზოგადად რაღაცნაირად გიხსნით ამ ხედვას და უფრო მეტს ხედავთ და უფრო საინტერესოდ ხედავთ. ამიტომ ზოგადად ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი უნარია ხატვა და ხატვის სწავლა ზოგადად ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის. ჩვენი ბოთლი ნელ-ნელა მუქდება, როგორც ხედავთ, ადგილებში ისევ შემაქვს ცოტა თბილი ტონები. ვცდილობ, რომ მაქსიმალურად გამოვკვეთო შუშის ფაქტურა, ამიტომ ვაკეთებ მაქსიმალურად ბევრ გრადაციას. შუშას ეს ახასიათებს, რომ აი თითქოს ერთი ფერია, მაგრამ რო დააკვირდები, ხედავ, რომ ადგილებში მუქდება, მერე ძალიან ოდნავ თითქოს ღიავდება. და ეს გვეხმარება, რომ მივიღოთ ესეთი გამოკვეთილი შუშის ფაქტურა. ლურჯთან ერთად შეურია სუსუოდნავ იასამნისფერი ფერი, რომელიც მეხმარება, რომ ეს ჩემი ლურჯი უფრო მუქი გახდეს და უფრო გამოკვეთილად გავაკეთო ხაზები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესეთ კიდეებში იმუშაოთ წვერით, რომ თქვენი ეს კონტური რაღაცნაირად უხეშად დაკონტურებული არ იყოს და ადგილებში იყოს ძალიან თხელი ნემსივით და ადგილებში შედარებით სკლად იყოს ეს ჩვენი კონტური.
თუ გინდათ რომ აი ბოთლების ხატვა ისწავლოთ კარგად, ჩემი რჩევა იქნება რომ სინჯეთ რამოდენიმეჯერ. პირველად შეიძლება სულ სხვანაირი გამოგივიდეთ, მეორეჯერ და მესამეჯერ უფრო მეტ შუქჭრდილსაც დაინახავთ, როგორც გითხარით, უფრო მეტ ფერსაც დაინახავთ და ისედაც ხელით შეეჩვევა და უფრო თავისუფლად დახატავთ. ამიტომ პირველ ცდაზე თუ არ გამოგივიდათ ისეთი როგორიც გინდათ, აუცილებლად ცადეთ რამდენიმეჯერ და ნელ-ნელა რაღაცნაირად გაიცნობთ ამ შუშის ფაქტურასაც, აკვარელსაც და უფრო გაგიმარტივდებათ. ვიდეო სპეციალურად არ ვაჩქარებ, რომ დააკვირდეთ, რამდენად რაღაცნაირად რუტინული სამუშაოა და რამდენად წვრილმანებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამიტომ არ ვაჩქარებ და თქვენც ყველაფერს კარგად დააკვირდით და ეცადეთ, რომ თქვენც იმუშაოთ ნელა. გადავედი მეორე ბოთლზე, ვიღებ მუქ მწვანეს და აქცენტებს ვაკეთებ უკვე ამ მწვანე ტონებით. რაღაც ადგილებში მწვანეს ურავ ცოტა მოყავისფრო ტონს, რაც მეხმარება, რომ უფრო მიუახლოვო იმ ბოთლის ფერს, რომელიც გვაქვს. დააკვირდით, რომ ადგილებში ძალიან მკვეთრად რჩება ხაზები და ადგილებში ძალიან მსუბუქად გადადის უკვე წყლის დახმარებით.
ვცდილობ მაქსიმალურად დეტალურად აგიხსნათ ყველაფერი, მაგრამ თუ პერიოდულად რაღაცა გარკვეული კითხვები გაქვთ, აუცილებლად მომწერეთ კომენტარებში და ვეცდები, რომ ამომწურავად გიპასუხოთ. ასევე თუ მოგწონთ ეს ვიდეო, აუცილებლად მოიწონეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არხის განვითარებისთვის, ასევე გააზიარეთ ეს ვიდეო, ესეც ძალიან ეხმარება ჩემს არხს, რომ გაიგოს მის შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა და დააჭირეთ ასევე subscribe ღილაკს, რომ არ გამოტოთ ძალიან საინტერესო ვიდეო გაკვეთილები. ვკითხულობ ხოლმე თქვენს კომენტარებს, ძალიან მიხარია, რომ ესე აქტიურობთ. ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია, რომ ჩავწერო უფრო მეტი და საინტერესო ვიდეო. ესე იგი, რაც უფრო მეც ვაკვირდები ამ ბოთლს, უფრო და უფრო მეტ ჩრდილს ვხედავ, უფრო და უფრო მეტ ხაზებს ვხედავ და არ ილევა დეტალები, რასაც ვხედავ. რადგან ვიდეოა, ვეცდები, რომ ახლა შედარებით მარტივად და სწრაფად დავასრულო ეს ყველაფერი და ძალიან აღარ გავაგრძელო. და ისე თქვენთვის გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო ნელად დახატავთ და რაც უფრო მეტს დააკვირდებით, უფრო და უფრო მეტ
დეტალს დაინახავთ და შესაბამისად უფრო და უფრო მეტად რეალისტურ ნახატს მიიღებთ. რაღაც ადგილებში გადამეფარა ბლიკი, ამიტომ ავიღებ თეთრ გუაშს და თეთრი გუაშით დავაკორექტირებ უკვე ჩემს ბლიკებს. გონი ძალიან პროდუქტიული და საინტერესო ვიდეო გაკვეთილი გამოგვივიდა, იმედია თქვენთვისაც სასარგებლო იყო. გელოდებით ყველას კომენტარებში და გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე.